მე არ მინდა საქართველოს მთავრობაში ვიხილო მინისტრები, რომლებიც ანტიევროპულ და პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ. არ მინდა ეს ოდესმე ვიხილო, თუმცა ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით მე მოვესწარი ამ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელშიც მხოლოდ პრორუსები მართავდნენ ამ ქვეყანას, ანუ კომუნისტები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარ დაბრუნდება ამ ქვეყანაში ეს ეპოქა. ამისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის, მაგრამ ამას უნდა მივახციოთ დარწმუნებით, ამას უნდა მივახციოთ თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებით, ამას უნდა მივახციოთ პროევროპულმა დასავლურმა ძალებმა ერთმანეთთან თანამშრომლობით და არა ძალისმიერი მეთოდებით. იმიტომ რომ ის რაც დაუშვებელია, ეს აკრძალულია კანონით. ვინც კანონის ფარგლებში მოქმედებს, მას აქვს უფლება თავისი მოსაზრებები და პოზიციები გააცნოს ამორჩეველს, ან შეეხმიანოს ამორჩევლის განწყობებს. ჩვენ როდესაც პრორუსულ თუ პროქართულ თუ პროევროპულ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, მეტი უნდა მივაქციოთ ყურადღება ხალხს. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ ლიდერებს ხარს უჭერენ. იმიტომ რომ აქ ჩვენ ერთ და ორ ადამიანთანზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ არ უნდა გამოგვივიდეს ისე, რომ საზოგადოებას ნაწილი რაღაცა დამნაშავედ გამოვაცხადოთ, იმიტომ რომ რაღაცა საკითხში განსხვავებულ აზრზეა. დამნაშავედ ადამიანებს აცხადებს კანონი და პროკურორი. კიდე გეუბნებით, მე არ მინდა და დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ვიხილავ ანტიევროპელ და პრორუს მინისტრებს საქართველოს მთავრობაში. მე არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული, ვიხილავ თუ არ ვერ ვიხილავ ასეთ პარლამენტის წევრებს მომავალ პარლამენტში. იმიტომ რომ მთავრობას ქმნის საპარლამენტო უმრავლესობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობა იქნება ხალხი ასეთი პარტიები თუ ისეთი პარტიები, მიუხედავად იმისა, ვის რა ოცნებები და ილუზიები აქვს ერთ პარტიულ უმრავლესობაზე თუ სხვაზე, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება პროდასავლური უმრავლესობა და შექმნის ასეთივე მთავრობას. მაგრამ პარლამენტში 150 ადგილია და მე არ გამოვრიცხავ, რომ 150 ადგილიდან რამოდენიმე ადგილი მიიღოს იმ ხალხმაც, ვინც რაღაცა სხვა საკითხზე, სხვა მიმართულებას უჭერს მხარს. მე ამას კატასტროფად არ დავინახავდი, სასურველ მოვლენად არ ვთვლი, მაგრამ ამასთან მით რა ქვია ხმლით და ტაბურეტკებით ბრძოლა არ იქნება სწორი.